გამარჯობათ, მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ფიქრი ხმამაღლა და დღეს ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი ქალბატონი ნანა ჩარჩუა. მოგესალმებით ქალბატონი ნანა. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება ყველასათვის ახლობელი თემა, ნაცნობი თემა, რაც ყველა ადამიანის გამოცდილებაშია ფაქტიურად დედაშვილობა. და ეს ერთი მხრიდან ყოველდღიური და ყოფითი შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს ეგ თემა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ თქვენ ამას განსაკუთრებულად გაშლით და მინდა რომ გვესაუბროთ დედაშვილობის ფენომენის შესახებ. საინტერესო თემა, მოგესალმებით, დიდი ხანი არ შევხვედრივთ ჩვენ ერთმანეთს და ჩვენს ტელემაყურებელსაც. საინტერესო თემა და ძალიან აქტუალური არის, მით უმეტეს თანამედროვეობისათვის. რადგანაც თვითონ დედის პრობლემა დგას დღეს თანამედროვეობაში. დედა ეს არ არის მხოლოდ ბიოლოგიური კავშირი, დაუშვათ მეორე არსებასთან, შვილთან. ეს არაა ბიოლოგიური მხოლოდ. ეს უზარმაზარი ფსიქოლოგიური დატვირთვისა და უფრო მეტიც კიდევ სოციალური მნიშვნელობაც აქვს, იმიტომ რომ დედაშვილობაში როგორ აღიზრდება დედის მიერ შვილი და დედა რას გასცემს. აი მე მისი მოქალაქეობრივი და მისი ჩვეულებრივად ადამიანური სახე მე ამითი იქნება, ბევრად განისაზღვრება ამითი. დედა ასე რომ განვიხილოთ ჩვენ რომ შევხედოთ, არ შეიძლება რომ ჩვენ გვერდს ვერ აუვლეთ დღეს ცნობილ ფსიქოლოგს ერიხ ფრომს, რომელსაც სიყვარულის ხელოვნება, ასეთი ნაწარმოები აქვს და იქ დედობრივ სიყვარულზე ლაპარაკობს, მაგრამ ვიდრე აი ამ ერიხ ფრომის დედობრივ სიყვარულზე თან მივიდოდით ჩვენ, არამდე ცოტა მინდა რომ პატარა ესეთი შესავალიც გავაკეთოთ, რომ უდიდესი მოვლენაა სამყაროში თავად დედობრიობა, დედობა, ასე ვთქვათ. ჯერ სიცოცხლის წარმოშობა სამყაროში. რაოდენ დიდი მოვლენაა, ერთი წუთით რომ დაუფიქრდეთ. არაორგანულიდან წარმოიშვა ორგანული. წარმოიშვა აი ამ ორგანულის წარმოშობით უკვე შემდეგ სიცოცხლე. და აი ამ სიცოცხლის წარმოშობას და ამ შემთხვევაში მეტაფორულად დედაც იგულისხმება სიცოცხლის მწარმოებელი. ყოველ შემთხვევაში ადამიანის ცნობიერებაში სხვანაირად არასდროს არ გამოვა. აი ეს სიცოცხლესთან, სიცოცხლის შექმნასთანაა წარმოშობასთანაა დაკავშირებული. და ამას როგორ განიხილავს მითოლოგია, რელიგია, როგორ უყურებს ამას და რა ნახა მეცნიერებამ თავად სიცოცხლის წარმოშობაში. ეს ძალიან დიდი მოვლენაა. აი მეცნიერებაში ცნობილია და ყველა მიცის ოპარინის სიცოცხლის წარმოშობის თეორია, რომელიც შემდეგ ექსპერიმენტულად დაასაბოთა სტენლი მილერმა და ეს იყო ძალიან დიდი მოვლენა. რო არაორგანულიდან ორგანული წარმოვიშვა. ვერ გავყვებით ამას ახლა ასე ძალიან ვრცლად ჩვენ ვერ გავშლით, მაგრამ მე მინდა ის რომ აი არაორგანულიდან რომ ორგანული წარმოიშვა და მეცნიერება რომ ამაზე ლაპარაკობს, ამასვე ლაპარაკობს რელიგია. აი ეს არის ბიბლიაში დაბადებაში პირველივე ნაწილის დაბადების მეორე თავის. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერმე მუხლები. აი ასე რომ ჩამოვიდეს. და ბიბლიის გარდა ყველა ძველი ერის მითოლოგიაც ფაქტობრივად ძირითადად დაბადებიდან იწყება ხოლმე სამყაროს შექმნა ძველი. მაგრამ აი სიცოცხლის წარმოშობა და იქ ლაპარაკია რომ მიწასო ჯერ ორთქლი არ ასდიოდა და თბილი წვიმებით არ უწვიმეო. და აი როცა ეს მოხდა, მერე ღმერთმა აი მიწისაგან, ჩეხისაგან თავისვე მსგავსი და ხატი
თავისი ხატი შექმნა და თავისი სული შთაბერა. და ეს სული, ეს რომ შთაბერა, ესაა უკვე ადამიანი, პასუხისმგებელი ადამიანი. რომელსაც შეუძლია თავისი თავი შექმნას, იმიტომ რომ ის შემოქმედი არის, შემოქმედად შეიქმნა, ხო? ასევეა მითოლოგიაში, აი ზევსი მეხთა მტყორცნელია. იმიტომ რომ სიცოცხლის წარმოშობა ეს არის დაკავშირებული სითბოსთან, მზის ენერგიასთან, წყალთან აუცილებლად დაკავშირებული. და აი დედა ადამიანი. მე ძალიან ბოდიშ ვხდი რომ ესე მოკლედ ზედაპირულად ჩვენ წინა გადაცემაში გქონდა იგივე საუბარი და ესე რომ ვინც ხშირად გიყურებს ჩვენ მაყურებელს უკვე ინფორმაცია მიწადებული ექნება შევიკავე გამახსენდა რომ ჩვენ ამაზე გქონდა და არა ერთხელ მე მგონი 1-2 მაინც იყო ამაზე ცოტა უფრო რთულად ლაპარაკი და ეხლა ადამიანი რომელიც იცით აი ამ შემთხვევაში ქალზეა ლაპარაკი დედა რომელიც თავის სხეულში იქმნება ეს ახალი სიცოცხლე. იქმნება არის უკვე, ხო? და ის შენ სხეულში ატარებ ამ სიცოცხლეს, ქმნის, ზრდი და სხვადასხვა ფსიქოლოგები ყველაზე ტრაგიკულ ორგანოს საშვილოსნოს უწოდებენ, იმიტომ რომ ტრაგიკულს იმიტომ რომ არაპირდაპირ მნიშვნელობით თავისთავად ცხადია. რომ აი აქ მომწიფებდება თავისივე ნაყოფი დედა მოამწიფებს გააზრდის 9 თვის განმავლობაში და მე ნაყოფს რომელმაც უნდა დატოვოს დედის წიაღი თავადვე უნდა შეუწყოს ხელი და გამოდევნოს ეს ნაყოფი და ამ დროს ეს ძალიან ისეთი ამბივალენტური ორპოლუსიანი განცდა თან უნდა თან არ უნდა არ უნდა და არ უნდა ეს ბჭყალებში რა თქმა უნდა და ეს სამშობია რომ ტკივილების ამ სხეულის შეკუმშვა და გაფართოება სხვა უამრავ ფიზიოლოგიურ პროცესებთან ერთად მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობასაც გამოხატავს გარკვეულწილად მეც რა მაინტერესებს აი როგორ ითვლება ფსიქოლოგიაში დედა ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არსებობს მაგრამ მეორე საკითხია რამდენად ყველა დედამ შეიძლება ეს გაიაზროს რაც მის შიგნით ხდება მსგავსი პროცესები არა ეს ხომ აი ასე ცნობიერება არის მიმართული აქეთკენ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ და ამისი გაცნობიერებას ახლა ვახდეთ მაგრამ ეს განცდაშია ეს ცნობიერება და სახელ დათქმეული არ არის, მაგრამ ეს განცდაშია. აი მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში დაახლოებით ალბათ დაახლოებით კი არა ზუსტად მახსოვს 24 წლის ვიყავ 23-24 წლის რომ ერთ-ერთი ჟურნალი იყო რუსული ჟურნალი იყო მახსოვს და რუსეთის ერთ-ერთი მოსკოვის თეატრის ერთ-ერთი მსახიობი იყო ქალი, რომელიც თამაშობდა აი ურჩხულის როლს. და ერთხელ ეუბნება რეჟისორი, როცა მივიდა ეს, შენ ვერ ითამაშებო. რაღაცა რა გჭირს შენ ვერ ითამაშ. თვალები გიბრწყინავს სხვანაირადო. ფეხმძიმეთავარო ქალმა უთხრა. აი ფეხმძიმობა ორსულობა აი როგორი სიტყვა ორი სულის მატარებელ შენ და აკეთილშობილებს ადამიანს ვაიმას ვინც აი ამ დროს და ამ პროცესში სათნოება შიგნიდან არ წამოუვა ის აღარ არის დედობის ინსტინქტია იქ უკვე ჩაკლული და ჩახშული ისეთი რამ არის ეს გრძნობა. წარმოიდგინეთ, რომ მილიარდობით წლები რა პერიოდი დაჭირდა სიცოცხლის წარმოშობას აი ამ სამყაროში და შენ დედა შენ სხეულში აი ატარებ ამას და სამყაროში გაჩდი ამ უნარის მქონე ამ ფუნქციის შემსრულებელი რომ ახალი სიცოცხლე შექმნა და შენ გაცნობიერება სულ არ გჭირდება ამისათვის თავად ორგანიზმი ზეიმობს თავად სხეული ზეიმობს ფიზიოლოგიურ დონეზე ფიზიკურ დონეზე იცით ზეიმობს და
ეს ფსიქიკაში აისახება და ამიტომ არის რომ ეს აკეთილშობილებს ადამიანს და როგორია საერთოდ საზოგადოების დამოკიდებულება ფეხმძიმე ქალის მიმართ რომ წარმოიდგინეთ რომ აი ტრანსპორტშია თუ ქუჩაზე გადადის გზას უთმობენ რაც უყურებენ თვალებში რა უხარია რა შეიძლება ეს არის ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება ადეკვატური დამოკიდებულება არის ეს იმიტომ რომ ეს არის უსარმაზარი მოვლენა რეალურად სამყაროში რომ ორსულია ქალი აი და ამ სიცოცხლეს ატარებს და ეს მიყვება ქალს ბუნებით მიყვება და თქვენ წარმოიდგინეთ რომ აი ეს ბუნება დედობრივი შვილიც რომ არ ყავდეს ფაქტიურად ყველა ქალს მაინც აქვს ყველა ქალში არის ეს ყველაში არის აბსოლუტურად და თუ მის ჩახშობას ვახდენთ ჩვენ და ხდება ესე ცხოვრებაში აი გაუხეშებული მდედრი და ეს გაუხეშებული გამასკულინირებული ასე შეიძლება ითქვას რომ გაკაცებული კაცი თავისთავად კაცია და ძალიან კარგია მაგრამ რა არის იმახინჯე ეს გვაქვს ნათქვამი რას თავის თავს და თავის ბუნებას ვერ ავლენს ეწინააღმდეგება მის საწინააღმდეგოთა ქალი არის სათნოების მატარებელი შინაგანად და ქალის მასკულინობა ანუ მამაკაცურობა მისი მამაკაცური ძალა იჩენს თავს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ როდესაც მოდგმის დაცვის საკითხი დადგება და ეს მოდგმის დაცვა მადამაინც მხოლოდ შვილზე კი არ არის სიცოცხლის დაცვა რო ჭირდება ეს სიცოცხლის ისე როგორ შეიძლება ცხოვრთა სამყაროში მოხდეს აუცილებლად აი კრუხის რეაქციები ეს ქალის ბუნებაშია ქალი ამიტომ არის რომ ანდროგენი ფემინი ანუ დედაკაცი თავის ბუნებაში ფსიქოლოგიაში შნაიდერის კლასიფიკაციის მიხედვით ჯანსაღ ფსიქიკად ითვლება ის ქალის ის ფსიქიკური მოცემულობა რომელშიც არის ფემინური და მასკულინური ანუ ქალური და მამაკაცური ოღონ თავისთავად ცხადია აქ პროპორცია დაცული არის რომ ქალურობა მეტია მაგრამ როგორც კი გამოჩნდება საფრთხე სიცოცხლისა მოდგმისა მომავლისა აი ის რაც ხვალ უნდა იყოს მას დღეს საფრთხე ემუქრება იმ წუთში ქალი გადაიქცევა ასე ვთქვათ ესეთი ძლიერ კარგად შეიძლება დაინახოთ რეალურ სამყაროში ხო მაგრამ უყურეთ როცა ცხოვრების წესად არის ეს უკვე ცხოვრების წესად ქცეული და აი ეს უკვე რეგრესიანების სახე ხო განმარტები და დეფინიციის მიხედვით უკვე თავისთავად ცხადია რომ ეს როგორ თქვა ახლა ძალიან შემწყნარებული რა ტერმინი გამოვიყენო არ ვიცი არ არის რა ეს ის რაც უნდა იყოს ყოველ შემთხვევისათვის რომ ის რაც უნდა იყოს არ არის ახლა დედობა დავადა რა აი გაჩნდა ბავშვი დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს აი ძალიან ისეთი პრაგმატულ საკითხებსაც რომ დედამ შვა თავისი წიაღიდან ბავშვი გადაიჭრა პირველი ჭიბლარი და ეს ბიოლოგიური ჭიბლარის გადაჭრა მაგრამ ფსიქოლოგიურად დედა ესთან ისევ შვილი რჩება აი სიმბიოზურ კავშირში სიმბიოზური კავშირი ეს ბიოლოგიიდან შემოტანილი ცნება არის სიმბიოზი ორი ცოცხალი ორგანიზმის ისეთი თანაარსებობა რომელიც ერთისთვისაც სასარგებლოა და მეორესთვისაც სასარგებლო და საჭირო და ეს არის როდესაც ნაყოფი მუცლად არის როდესაც ლაქტაციის ანუ ძუძუსწოვის პერიოდი დგას და სიმბიოზური კავშირი არის ფიზიოლოგიურ დონეზე ფსიქოლოგიურ დონეზე სოციალურ დონეზე სოციალური ვალდებულება რომ
დაიცვა შვილი და ასე ხო. და ეს კავშირი მიდის გრძელდება წლების განმავლობაში. ნელ-ნელა შორდება ბავშვი დედას. იქ საბავშვო ბაღშია, იქ სკოლაში წავიდა და აი ეს სიყვარული, რომელიც დედისაგან მიიღო, რომელ სიყვარულშიდაც ის იზრდება, აი ამ სითბოში, აი ამ სიყვარულში, ხო? ეს სიყვარული მისი ცხოვრებასთან ურთიერთობის გარკვეული ენაა. ამ ენით უნდა ელაპარაკოს მან მთელ სამყაროს მერე. აი ამ სიყვარული მინდა რომ რაღაცნაირად ეს თემა გაიშალოს, ასე სულ ესეც დაბეჭდება მრჩება, ეხა თქვენ რა თქმა უნდა თქვენ ხელში ალბათ რა ვიცი რამდენი დედაშვილი გადის წელიწადში, ხო მოგმართავთ და უგვარებთ პრობლემებს და ვიცი რომ კარგად აკეთებთ ამას. და აი მეც ეხა რასაც უყურებ სკოლაში თუ ბაღში რაც ხდება, აი ძალიან პრობლემა არის, რომ ესეთი დაბეჭდება შეიძლება დაგჭირს, რომ აი ეს ინფორმირებული ყველა დედა არა იმ დონეზე რაც საჭიროა ამისათვის, რომ აი იმიტომ კი არა რომ შეიძლება აი ეს არაფერი კავშირში არა განათლებასთან, შეიძლება დედა ძალიან ინტელექტუალი ადამიანი იყოს, შეიძლება რაღაც საუკეთესო შეფასებით კონდეს დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი, მაგრამ ეს არაფერს არ აძლევს მას როგორც დედას და სულ გული მწყდება ესეთი სურვილი მაქვს, რომ სანამ ადამიანს დაქორწინების საშუალება მიეცემა ან ბავშვის გაჩენის, რომ აუცილებლად სავალდებულო სახელმწიფო დონეზე უნდა გახდეს, ჩემის აზრით სავალდებულო, რომ დედამ რაღაცა პატარა კურსი ან რაღაცა მაინც გაიაროს, ესეთი ერთი ტრენინგი მაინც გაიაროს და შეემზადოს იმისთვის, რომ იცოდეს რამხელა რაღაცას ნიშნავს მისი მომავალი შვილის ცხოვრებაში, თუნდაც ეს პირველი ეტაპი. იმიტომ რომ ეს ხდება თან ისეთი ცხოვრებაა ცოტა არეული, რაღაცა ახალგაზრდა დედას იმდენი რამე ეკისრება, რომ აი მაქამდე შეიძლება ვერ მივიდეს თავისინები თუ იმ მან ძალით არ მიიყვანა მაქამდე ან არ მიუთით ან ვიღაცა ისეთი კეთილის რჩეველი არ გამოუჩნდა, რომ ამას მიაქცევია ყურადღება. და ეს ეტაპი ისე გაივლის ხოლმე, რომ შეიძლება ვერც გაიხსენო შენ ცხოვრებაში ეს როგორ მოხდა, რა გააკეთე და რა არა. და ამ დროს აი რომ ყველა დედა აშინაარსებდეს, რომ როგორი მნიშვნელოვანი ეტაპი არის მისი შვილის ცხოვრებაში, ის პირველი რამდენიმე თვე თუნდაც ალბათ უფრო მეც ჩაურმავდებოდა ამ საკითხს, ან თუნდაც მიაკითხავდა ფსიქოლოგს რჩევის ასაღებად. კი, აი მუცლად ყოფნის პერიოდიდან, უკვე მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება, იცით, აი ამ სითბოს მიღება ბავშვისათვის, აი ამ და მე როცა ჩდება და მით უმეტეს, როდესაც აი წოვის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის და სხვადასხვა აი რასაც თქვენ ბრძანებთ ჩვენთან, როცა რაღაც პრობლემებთან დაკავშირებით აღმოჩნდები ან მოზარდები, პირველ რიგში იქ დარეგულირება გვჭირდება ჩვენ არა მხოლოდ ბავშვის შინაგანი მდგომარეობებისა და იმ კორექციაზე გვიწევს ჩვენს. პირველ რიგში ეს გამოცდილება ნამდვილად მივიღეთ და მშობლების ტრენინგებიც ორთვიანი არის ჩვენთან. იყო 4 დღე გქონდა, 2 თვე გავსარდეთ უკვე, იმიტომ რომ ეს ისეთი პრაქტიკა მგვიჩვენა, რომ ეს ძალიან აუცილებელი არის. აი მე თუ კითხავ ძალიან აუცილებელია ისე თქვი, რომ თითქოს სიტყვა აუცილებელს რაღაც კიდე დამატება ჭირდება. ეს არის გარდაუვალი. ეს ესეთი დღის წესრიგში დაყენებული საკითხი არის. ეხლა მავანი იტყვის, რომ ხა ჩვენს ბებიებს, ბაბუებს ეს არ ქონდათ ასეთი ტრენინგები და ასეთი აუცილებლობა. სხვა სივრცე და სხვა გარემო არის. დარწმუნებული ვარ, რომ ცოდოდეთ ამის ფასი და ქონოდათ შესაძლებლობა ისარგებლოთ. კი, მაგრამ იქ კიდე იმდენი აუცილებლობა არ იყო, რადგან რამდენის თანამედროვეობაში ანონიმური არის ცხოვრება, ყოველ ფეხის ნაბიჯზე. და ადამიანი თითქოს თავის ამარა იმ ასაკში დატოვებული, როდესაც თავის პატრონობა ჯერ მას კიდევ არ შეუძლია. ეს იმ ასაკშივე არის უკვე. ბავშვები, რომლებიც აი მშობლები მუშაობენ, ბავშვები ამ ვირტუალურ სამყაროში კომპიუტერთან სხედან და იმათთვის იცით რა არის აი ეს სოციალურ ველში ვირტუალური სამყაროთი ისე გადიან აბსოლუტურად აი მოუმზადებელი და იმ ეტაპობრივი გავლა და თანდათანობითი გავლა მათ არ ქონიათ, იცით, აი სირბილი რომ უნდა დაიწყო ისე, რომ ჯერ ნაბიჯების გადადგმა არ გაქნა სწავლე ფიზიკურად ხო შეუძლებელია. ასე ამ სოციალურ ურთიერთობებში, ვირტუალურ სამყაროში ისე შედიან, ისე ურთიერთობენ, რომ ჯერ სიარული არ აქვს ნასწავლი და ანუ უკვე
სირბილზე გადადიან და ასე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია, რომ ის რომ ადამიანმა ბავშვობაში, თუნდაც პატარა ბავშვმა გამოტოვა რაღაცა ეტაპები განვითარების, ამ შემთხვევაში განვითარების ეტაპებს ტოვებს იმის ხარჯზე, რომ რაღაცა რაც უნდა მომხდარიყო და რაც უნდა მიეღო ის ყურადღება, სოციალური კონტაქტი თუ ფიზიკური კონტაქტი, როცა არ მოხერხდა, არ არსებობს ამან არა ისახოს მის თუნდაც გონებრივ შესაძლებლობებზე, მის ემოციურ სამყაროზე. და სულ იმის თქმა მინდა, რომ ბოლომდე ამას შობელი რომ აშინაარსებდეს, რომ რა შედეგებზე შეიძლება მერე საბოლოო ჯამში გაიყვანოს იგივე მისი საკუთარი შვილის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე ამას არასდროს არ გააკეთებდა. ხო, არა, ნუ აი კრეატიულობის, მოქნილობის, არსებულიდან შესაძლებლობების წარმოსახვის უნარი აქვს, ყველაფერი არის ბლოკირებული ამ შემთხვევაში. ნუ ახლა ჩვენ რომ ძალიან ისე მძიმე სურათის დახადვაში რომ მე არ დავხარჯოთ, ეს ვიგმაროთ ამ შემთხვევაში, რომ მართლა ძალიან საჭირო და ძალიან აუცილებელია, რა თქმა უნდა, იმის გაცნობიერება, რომ ისე დედა ხარ. ხომ ეს არის, როგორც წეგავ თქვით, რომ შეიძლება შვილზე კი არ იყოს ეს ასახურომ ადამიანის შვილი. დედობრივი ზრუნვა, რასაც ერიხ ფრომი ლაპარაკობს, აი ესა უპირობო. დედობრივი სიყვარული უპირობო სიყვარულია. უპირობო სიყვარული იმას ნიშნავს, რომ როგორიც არ უნდა იყო, მაინც მე მიყვარ ქრისტიანულია ერთი სიტყვით. აი ნამდვილად ქრისტიანული სიყვარულია, დედობრივი სიყვარული, ანუ უპირობო სიყვარული. როგორც აი ქრისტიან რელიგიაში ღმერთს უყვარს თავისი აი ესე იგი შვილები, ხო? აი ესე და როგორიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს ასე, აი ესეთი არის დედა. ეს არის აი ძალიან სიღრმისეული ურთიერთობა, მსგავსი ურთიერთობა სამყაროს არაფერთან არ არის. აი ეს არის ისეთი დამოკიდებულება და ეხლა მე დავბრუნდები იმ საკითხს, რომ აი დედის წიაღს რო დატოვებს ნაყოფი ჭიბლარი რო გადაიჭრება, ეს სიმბიოზური კავშირი კიდევ შენარჩუნებული და აი ეს დედის სიყვარული, აი ეს დედის სითბო, რომ მიყვება ბავშვს და მიდის საბავშვო ბაღში, მიდის სკოლაში და ამ სიყვარულით უნდა განავრცოს თავისი შემდგომი ყველა ნაბიჯი, ყველა მოქმედება, ყველა სიტყვა, ყველა ურთიერთობები. და ეს ცხოვრების ენა, აი აქედან წეღა როგორც თქვი, გავიმეორებ, რომ ეს ცხოვრების ენა არის უკვე აი ამ სიყვარულის ენა. და ერთხელაც მოხდება ისე, რომ აი შეიძლება საბავშვო ბაღში, შეიძლება პირველ კლასშია ბავშვი, მეორე კლასში არის და ბიჭუნაა და მოვიტან სახლში ამბავს, რომ მას თავისი თანაკლასელი, ანუ ან თანაბაღელი მასთან ვინც არის, უყვარს. აი ეს არის უკვე პირველი, ასე ვთქვათ, საზეიმო ამბავი. რატომ? იმიტომ რომ აი გაიშალა, გაფართოვდა აი ეს დედობრივი სიყვარული, ეს მიღებული სიყვარული, ეს სითბო, რაც გაიცა შენგან დედისაგან, იწყება იმისი გამრავლება, იმისი გაშლა. და აი როდესაც ბავშვს ოჯახში აი ეს სიყვარული ეძლევა უხვად, ეძლევა დედისაგან, მამისაგან, იქ ბებიები არიან, ბაბუები, ბიძები, დეიდები, მეზობლები, ახლობლები. ამიტომ არის იცით, რომ ფსიქოლოგები ურჩევენ ოჯახებს, იქ სადაც მით უმეტეს ბავშვები არიან, რომ აი სტუმრად წავიდნენ ახლობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, ისტუმრონ ისინიც. კონდეთ აი ეს ურთიერთობები, იყოს ტრადიციები ოჯახში, ტრადიცია იმისა, რომ აი იკრიბებიან, თქვათ, ახლობლები და ოჯახური წვეულება იმართება. შეიძლება სულ უბრალო იყოს, სულ მარტივი რაღაცა და ერთად ყოფნა და შეიძლება ეს იყოს ჩაი და რაღაც სულ უბრალო ნამცხვარი, შეიძლება არც არაფერი, ისეთი უბრალო საუბარი, ერთი ჭიქა ყავა, ერთი ჭიქა ჩაი, აი ასეც საუბარი. და აი ეს მეგობრებთან ერთად, ახლობლებთან ურთიერთობა, ეს ფსიქოლოგები ურჩევენ ამას ოჯახებს. რატომ? იმიტომ რომ ეს დედობრივი სიყვარულს, იმიტომ რომ მე მივდივარ რა საფრთხის წარმოჩენაზე. არის აი ეს მიჯაჭვულობა.
აი ეს მიჯაჭულობის მაღალი ხარისხი. დედას უჭირს, იცით, ამ სიმბიოზური კავშირის გაწყვეტა უმეტეს შემთხვევაში დედებს უჭირთ. უჭირთ დედებს ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. როცა ქართულ მოვლენაზე ლაპარაკობენ, რომ აი დედა და შვილს შორის რა არის, სულ მაგონდება მოემსა აქვს ერთი მოთხრობა ასეთი, რომელსაც ქვია დედა. და იქ როცა ცეკვავს ის თავისი შვილის შეყვარებული გოგონა, აი ამ თავის ვაჟთან და უყურებს დედა როგორ განიცდის ამას და ძალიან ფატალური შედეგი მთავრდება მე ამ მოთხრობაში რაცაა მოცემული. ეს არ არის ქართული მოვლენა, ეს ესპანეთში ხდება, რასაც ეხლა ამ მოთხრობის შინაარსში რასაც ვლაპარაკობ და არის უამრავი ახლა ეს კაცობრიული გამოცდილება ყველა ეთნოსში არის და მე არ მინდა რომ მარტო ეს ჩვენ რო ვიცით თქმა რომ აი ქართველები ისეთები ვართ რომ ხო კი არის სხვებსაც უყვართ გადამეტებულად გადამეტებული კი არის ეს ყველგან არის რა არის ისეთი კულტურები სადაც დამოუკიდებლად უფრო ადრეულ პერიოდში გადიან ბავშვები ოჯახი და რაღაც არის მეტნაკლებად მაგრამ ეს გრძნობა არის მით უმეტეს ახლა სამხრეთულ ქვეყნებში მით უმეტეს უფრო მეტად არის წარმოჩენილი. ნუ აქ სხვა ბევრი სხვა ფაქტორები მუშაობენ. და ეს მიჯაჭულობა თუ შერჩა და არ განავრცო ბავშვმა ის ამხანაგის სიყვარულში შეყვარებული არა ყავს და რაღაც ეს უკვე პრობლემა და პრობლემად რჩება. ალბათო ნანა, რამოდენიმე წუთით გავიდეთ რეკლამაზე და ისევ დავბრუნდებით ჩვენ მაყურებელს. ძალიან გთხოვთ რომ თუ რამე შეკითხვა დაგებადებათ, დაგვირეკეთ, ტელეფონი მითითებულია ჩვენი გადაცემის და არ მოგერიდოთ და დასვით თქვენი შეკითხვები. ჩვენ დავბრუნდით ეთერში და გავაგზავნეთ ჩვენი საუბარი. მე მინდა ქაბატონონ ესეთ შეკითხვა დაგისხოთ, რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ მშობლები მანიპულირებენ კიდევაც ბავშვებით, გარდა იმისა, რომ შეიძლება სათანადო ყურადღება ვერ მიექცეს ბავშვს, არსებობს ესეთი მანიპულების მომენტი. კი, აი ახლა ჩვენ ამ საკითხზე ვიდრე გადავალთ, აი ეს საკითხი დავამთავროთ, დავასრულოთ, რომ აი ამ სიყვარული, რადგან უნდა გაიცეს სიყვარული. აი ეს დედობრივი სიყვარული უნდა გაიცეს აუცილებლად და ბავშვმა უნდა მიიღოს ეს სხვაგვარად ის აი იმ სივრცეში სოციალურ ველში სადაც მას მოუწევს ცხოვრება, სადაც მოუწევს არსებობა, იქნება სულ იცით არასრულყოფილების განცდებიც იქნება თითქოს გარიყულივით დაეჭვებული, იმიტომ სიყვარული არის აი ერთადერთი რაც არის საყრდენი ადამიანში თავისი შინაგანი ეს სიყვარულის უნარი და აი ეს არის ის რაც დედაშვილობაში იქმნება და რასაც სწავლობს იცით ბავშვი ამიტომ ვიცით აი ეს ურთიერთობები შემდგომში ის აი როგორი ურთიერთობებს თანაკლასელებთან თანატოლებთან რამდენად იქნება არაპროტესტული იმიტომ ბავშვებს ძალიან ხშირად თავიანთი ასოციალური ქცევები, რომლითაც ისინი ხასიათდებიან, არის ეს მომენტები, ხო, მათ ცხოვრებაში. დესტრუქციულობა მათი ხშირად არის ამ პროტესტებით. და ეს პროტესტი არის იქ, სადაც სიყვარულის ნაკლებობა არის და ეს არის დედობრივი სიყვარულის, ანუ უპირობო სიყვარულის, როგორიც არ უნდა იყოს, რომ მაინც აი ეს არის ფორმულა ამის. აი თქვენ ბრძანებთ ახლა რომ არის ახლა ოჯახში კონფლიქტური სიტუაციები, არა? შეიძლება ეს კონფლიქტური სიტუაციები იყოს დედმამას შორის, ცოლ-ქმარს შორის, შეიძლება ოჯახის სხვა წევრებთან. ახლა თანამედროვეობაში ეს რძალდედამთილობის კონფლიქტები ნაკლებადაა, იმიტომ რომ ახლა ძალიან ისეთი აი ოჯახები ცალ-ცალკე ცხოვრობენ ხშირ შემთხვევაში. არა, ნუ ახლა ისეთი ჩვენ იმ ეპოქაში შევედით და იმ ღირებულებებში, რომ ეს ძალიან წარსულში ძველ დროში ყოფნა არის, რომ დღეს ახლა რაღაცა თემებზე იყოს რაღაც დიდი კონფლიქტები. მაგრამ აი იმ შემთხვევაში, როდესაც არის გარკვეული უკმაყოფილება ოჯახში, კონფლიქტური სიტუაცია
და აი უმეტეს შემთხვევაში დედები როგორც ინსტრუმენტს ამ კონფლიქტისათვის იყენებენ შვილებს იქ უკვე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სიტუაცია იქმნება ძალიან მძიმე ბავშვისათვის მე თუ მინახავს აი მოზარდები ისეთები რომლებსაც აქვთ აი პრობლემები შინაგანი კონფლიქტები ძირითადად არის აი აქედან გამოწვეული აქედან გამომდინარე და რაც მთავარი ამ შემთხვევაში ბავშვები თავს უბედურად გრძნობენ და როგორი არის ახლა ბავშვისათვის რომ აი თქვა დედასა და მამას შორის გარკვეული უსიამოვნო ლაპარაკი შეიძლება იყოს ან დედა მარტოხელა აღმოჩნდეს სხვა მიზეზების გამო ცხოვრება ხო და რა შეიძლება მოხდეს წინასწარ ამისი განსაზღვრა ძნელია თავისთავად ცხადია და ამ დროს დედამ შეიძლება შვილს უთხრას წადი და მამაშენს მოკითხე აი ეს ფრაზა შეიძლება ითქვას მე ამას როგორც ფორმულას ახლა ისე ვლაპარაკობ ამაში ძალიან ბევრი რამ ჩაიდებ და ან შეიქმნას ამ შემთხვევაში ტრის ხატი დედა ქმნის ტრის ხატს მამისაგან ვისთანაც კონფლიქტია ვისთანაც შინაგანად კონფლიქტი არის არავის არ შეუძლია ისე დაანგრიოს ბავშვის ფსიქიკა როგორც ამ დედისაგან მომდინარე არა კორექტულმა ქცევამ საუბარმა რეპლიკებმა და ასე შემდეგ და არავის არ შეუძლია მისცეს სამყაროს ესე იგი ლაღი და ბედნიერი ხედვის რაკურსი და იმ რაკურსზე დააყენოს საიდანაც შეიძლება სამყარო დაინახოს მზიანი და კეთილგანწყობილი მისადმი ბავშვისადმი არავის არ შეუძლია ესე დააყენოს ამ ადგილზე ბავშვი როგორც დედას შეუძლია ეს აი დედას ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებთ ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში მაგრამ ამას გველაპარაკება ჩვენ მეცნიერება ამას გველაპარაკება კაცობრიული გამოცდილება და ამაზე მეტყველებს დედობრივი სიყვარულის მთელი არსი აი ამაზე ლაპარაკობს ეს და აი ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში ჩვენს ყოველდღიურობაში ჩვენს ყოფითობაში ამისი გათვალისწინება აუცილებელია ბავშვი რომლისთვისაც ვიღაცა მტერია მისთვის ის საკუთარი თავის მნიშვნელობას კარგავს მასში ეს ამოსავალი რომ ბავშვი როგორ იქნება ბედნიერი თუ მან იცის რომ აი მის დედას მტერი ყავს და ეს მტერი ან მამა ან ბები ან დეიდა ან ბიძა ან ბაბა ვიღაცა ნების თუნდაც მეზობელი ხო ან სიძულვილში გაზრდილი ადამიანი ხომ ვერ იქნება საკუთარ თავის მიმართ ის პოზიტიურად განწყობილი ესეც მე ის თქვა მინდა ხა თქვენ რა თქმა უნდა იმას რასაც ამბობთ მე დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ თქვენ ყველაფერი სწორად გესმით იმას რასაც ამბობთ მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება დედამ ვერ გავლოს ზუსტი პარალელი იმას შორის რომ დაუშვათ მიშულს მტრის ხატს უხატავს გინდ მამის სახით გინდ გაცილებული მამის სახით გინდ ბებია დედამთილი თუ მეზობელი დაუშვათ და რა კავშირი შეიძლება ქონდეს პირდაპირ და რაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს მისი შვილის ფსიქიკაზე საკუთარი თავის მნიშვნელობას კარგავს ბავშვი აი შეიძლება მშობელმა ეს კარგად ვერ გაიგოს რას ნიშნავს
რომ რას ნიშნავს ამის გამო, ამ მომენტის გამო, რომელიც ერთ შეხედვით ბავშვს პირდაპირ არ ეხება, როგორ შეიძლება ბავშვმა დაკარგოს საკუთარი თავის მნიშვნელობა და დაუშვათ არ იყოს თავის თავში დარწმუნებული, მე დარწმუნებულა რომ დედა ერთხელ მაინც რომ გაანალიზოს ბოლომდე რას აკეთებს ამ კუთხით, რომ როგორ პირდაპირ აისახება, როგორც სარკეში ეს აქციელი ამ ბავშვის სულში და მის მოვალ ცხოვრებაზე ამას არასდროს არ გააკეთებდა. ხო, ეხლა ეს ძალიან კარგი შეკითხვა და ძალიან მინდა რომ ჩვენ დედებს განსაკუთრებით ახალგაზრდა დედებმა იცოდეს, რაც დაგვიანებულია, იქ ძალიან ძნელია ახლა ამის რეზულტატებს ველოდოთ ამ საუბრით. მაგრამ აი ახალგაზრდა დედებმა შეიძლება ეს გაითვალისწინონ, რომ როდესაც ადამიანისათვის აი ვინმე მტერია, მტრის ხატის, ასე ვთქვათ, მთელი ფსიქოლოგიური დატვირთვა ამაშია. მე ჩემი თავის მნიშვნელობას ვკარგავ მაშინ, მე აფერი არა ვარ. მე თუ კარგი ვარ, მტერი ხო არა მყავს. აი სახარებისეული გიყვარდეს მტერი შენ. გიყვარდეს მოყვასი შენი, ხო? და მტერი გიყვარდეს, ხო? და რატო უნდა გიყვარდეს, რა არის მტრის? მე ჩემი თავი რო უნდა მიყვარდეს, იმიტომ მე ჩემი თავის სიყვარული უნდა მქონდეს მე თუ მე აი მავანს და მავანს ვეჯავრები იმას არ ვარ იმისთვის მე ცუდი ვარ მე საიდან ვიქნები ჯერ კარგი როცა ბავშვი ვარ ხო თვითიდენტობის თემა ხო ჯერ არ არის რომ მე ვიცოდე მე ვინ ვარ და ჯერ კიდევ მყარად ვიდგე ამას აი ეს მტრული დამოკიდებულება, ეს აგრესიული დამოკიდებულება ბავშვს კი არა დიდებს დიდ ადამიანს აგრევს. და ამიტომ არის რომ როცა ვინმეს მკვლელობას, აი ტერორს რო ამზადებენ ილია ჭავჭავაძე გამახსენდა ახლა. ილია ჭავჭავაძეს ვიდრე პირდაპირ ფიზიკურად ტყვიას ესროდნენ. მანამდე ის უნდა მომკვდარიყო და მის მიმართ ეს სასიკვდილო ტყვიები მანამდე უნდა წასულიყო ფსიქოლოგიურად და მოხდა კიდევაც ყველაფერი დააბრალეს აი გლეხების აწიოგება იქ ვიღაცას კოკა დაამტყია თავზე ვიღაცა თავი გაუჩეხა ვიღაცას რაღაცა გაუკეთა წართვა იქ და რაღაც საშინელებები ხდებოდა და აი მე უკვე იცი და ეს მოგონებებია და წერილები არის და აი ეს აღწერილი არის რომ 1907 წელს მოკლეს ილია და უკვე 1907 წლის დასაწყისი იყო მაშინ როდესაც თავის საყვარელი ცხოველი როგორ მოუკლეს და მოუყვანეს ეს ნუ ილიამ ნახა და აი საკუთარი თავის აი პატარავდება ადამიანი მაშინ აი როდესაც შენ განიცდი რომ გტრობენ შინაგანად პატარავდები ბავშვია ლაპარაკე და აი როდესაც მე ვლაპარაკობ რომ არ ვიცი რამდენად გასაგებად ვლაპარაკობ აი ვიდრე ფიზიკური მკვლელობა ილიასი მოხდებოდა მანამდე მისი ფსიქოლოგიური მკვლელობა მოხდა და შინაგანად რომ პატარავდება შინაგანად ადამიანი და იქ აღწერილი არის როცა ეს თავის საყვარელი ცხოველი ასე ნახა როგორ განიცა და როგორ აკანკალდა ილია გაფითრდა და აი ესეთი გაფითრება ასეთი აკანკალება ასეთი ცახცახი წარმოიდგინეთ ახლა ხატოვნად რო ვთქვათ მეტაფორულად რო ვთქვათ ბავშვი როგორ განიცდის როდესაც დედა გრძნობს თავს ვინმესაგან დაჩაგრულად და ბავშვს უზიარებს ამას და მისი განცდის თანამონაწილედ ხდის. შეიძლება ესეთი რაღაცა მოახერხოს დედამ რომ არ გახადოს ეს ბავშვი მისგანაც ამ უნდა მოწე მე მკითხეთ ვამბობ რომ ბავშვზე მაინც დედის გნობები გადადის რაც არ უნდა შეეცადოს მაგრამ რომ დამალოს რაღაცა მის საკუთარი პრობლემა რომელიც შეიძლება ხშირ შემთხვევაში დედაზე სულ არ იყოს დამოკიდებული ხა დღეს რო უყურებ თანამედროვე დედის ცხოვრებას აი რაღაცნაირად უთანაგზო ხშირ შემთხვევაში იმიტომ რომ ხედავ რომ იოლი არ არის დღეს ქალის ყოფა 21 საუკუნეში და აი ყოველდღე რასაც ხედავ იოლი არ არის რო იყო დედა რო იყო ქალი უფრო ბევრად ძნელი არის ვიდრე რომ კაცი იყო იმიტომ რომ კაცი ვალდებულებები არ აკისრია არა მაგრამ უყურეთ როგორ არის იოლი არ არის მაგრამ ჩვენ გვაქვს ასეთი სიძულვილი და სიყვარული ტრობა და მიტევება შურისძიება და ნუ გაგება ხო ესეთ რას ვირჩევ
რომელს ვირჩევ მე? აი არჩევანს რაზე ვაკეთებ? როდესაც თავად აი დედობის ინსტინქტი, იმიტომ ლაპარაკობდით ჩვენ, რომ დედობრივი გრძნობა, დედობრივი სიყვარული ნიშნავს ყველაფრის მიმართ, აი ამ სამყაროში კეთილ განწყობილებას, შინაგანს. აი უფალო შეუძლია რამე თუ არ აიციან, ხო? რასა იქნა. და რო არ აიციან, რას აკეთებენ, თქვათ, და აი აქედან უყურებ ამ სამყაროს. ხო? აი და შენ ბავშვი როცა ხარ და როცა ამას ხედავ, რომ რამდენად შეიძლება რაღაცა შეჭირვებებში იყოს ადამიანი, დედა ამ შემთხვევაში, და ამას ყველაფერს ისე მიუძღვება და ისე მიყვება, როგორც ცხოვრებასთან ჩვეულებრივ ურთიერთობას, მძიმეს, მაგრამ ამ ურთიერთობას, ჩვეულებრივ მძიმეს, მაგრამ ჩემი ტვირთი, აი ახლა გამახსენდა მიხეილ ჯავახიშვილის აი ეს მოთხრობებიდან პირდაპირ აქალის ტვირთი, ახლა ეს ცოტა სხვა შინაარსის მატარებელი არის, მაგრამ და თავსაფრიანი დედაკაცი ნიკოლოზ რტკიფანიძისა, ოთარ ამქრივი ილია ჭავჭავაძესთან, ხო? და აი მოემის დედა რო გამახსენდა კიდე. და არის იცით უამრავი, აი ისეთი შემთხვევები ცხოვრებაში, ისეთი როლები, რომელიც შენ იმ როლში, როგორი როლიც არ უნდა მოგანიჭოს ცხოვრება, ის ფუნქცია რო გაქვს ამ როლში განსახორციელებელი. მე ვარ დაუშვათ თქვათ მასწავლებელი და მასწავლებლის მე მასწავლებელს აქ ის ფუნქცია მაქვს განსახორციელებელი. მე ვარ ექიმი, მე ვარ გამყიდველი, მე ვარ ნებისმიერი რაღაცა პროფესიას, ნებისმიერი სოციალური როლი მაქვს მე. ზოგი მძიმეა, ზოგი მეტი, ზოგად ნაკლები, ზოგი არსად და არაფერი არ არის. აი სამზარეულში სადილს ვაკეთებ, ისიც არა, იქაც ყურადღება ჭირდება, იქაც თავისი პასუხისმგებლობა, მაგრამ მე ფუნქცია მაქვს აი ეს დედობის ფუნქცია არა მარტო ჩემი შვილის მიმართ, მთელი სამყაროს მიმართ. ნუ აი ძალიან ზოგადად და ისე ფართოდ რომ ვთქვათ. აი ამ როლიდან თვითონ ეს სიყვარული მიგაგნებინებს რა უნდა თქვა. თუ ეს სიყვარული გაქვს, ის სიყვარული გაპოვნინებს სათქმელს. ის სიყვარული გადაგადგმევინებს სწორ ნაბიჯს. შენში არ უნდა დაახშო ეს შენ თვითონ. გამოუხმე შენს გულის თქოს. არ ვიცი რამდენად გასაგებად ლაპარაკობ მე ხო. არ ვიცი, მაგრამ ეს ხა თქვენს მრავალშვილიანი დედა ხართ და ჩვენ პრაქტიკულად რო შევხედოთ და ნუ მე ახლა მრავალშვილიანი არა, მაგრამ აი ეს მრავალშვილიანი ხარ ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც მოგვაქვს. ასე ვთქვათ, საქმიანობიდან გამომდინარე და ნუ ორი შვილი ხო გავზარდე რა. და აი ამ დროს რამდენი რამე გაქვს გადატანილი, რამდენი რამე მაქვს, რამდენი რამე აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ამას უსმენენ. და გადასატანი გვაქვს კიდე ხო და ღმერთმა მოგცეს კიდევ დიდი დრო იმისაც რომ გადავიტანოთ და ყველაფერი. მაგრამ აი შენი ფუნქცია, რომელიც ამ როლებში გაქვს შესასრულებელი და განსახორციელებელი, როცა იმას დაკარგავ და ამ კონკრეტულ მომენტს, ცხოვრებისეულ მომენტს, რომელიც ცხოვრების სიმძიმედ შეიძლება მიიღო, ის დაგაკარქვიებს ამას. შენი კარგები მაშინ, გასაგებად თქვი. ანუ რა როლშიც არ უნდა იყო როლი და ფუნქცია სხვადასხვაა ახლა. როლს თვითონ ცხოვრება გაძლევს. ხან მძიმეს, ხან ნაკლებად მძიმეს. სულუკი არცად არა, ეს არ არის ასე. და ფუნქციას ბუნება. მაგრამ ფუნქცია ეს შენი შინაგანი, ასე ვთქვათ, აი დედობრივი, დედა მოგეცა. შენ აი დედობის ფუნქცია მოგეცა. კიდევ ვიმეორებ, ეს მხოლოდ საკუთარ ბიოლოგიურ ნაყოფთან მიმართებაში არ არის. ნუ როცა ქალი ხარ, ხო?
მაგრამ აი როცა მით უმეტეს როცა შენ ეს ბიოლოგიურად მოგეცა და შვილი ყავს და თურმე შენ აძლევ იმ საწყის იმ პირველ იმპულსებს შენ ასწავლი იმ ენას რომლითაც მან ცხოვრებაში თავის თავი უნდა გამოხატოს და მიეცი ეს სიყვარული მიეცი ის რომ მის მიმართ სამყარო მტრულად არ არის განწყობილი რომ საკუთარი თავის მნიშვნელობა ჰქონდეს განიცადოს და მაშინ რა არის აი ყველაზე უმაღლესი ღირებულება ადამიანში რა არის ღირსების განცდა და ამ ადამიანებს რომელსაც ასეთი სიყვარულით ნასაზრდოები არიან მათ აქვთ ეს ღირსების განცდა და არ დაგიდებს იმ Facebook-ზე ისეთ რაღაც სტატუსებს და ისეთ რაღაცებს რომ შეხედავ და რომ შეგეშინდება რომ როგორ უნდა ამოთქვას ადამიანმა ეს ფაქტია რომ თუ ადამიანი თავს უღირსად განიცდის შეუძლებელია რომ საკუთარ თავს პატივისცეს და რა თქმა უნდა და ეს პატივისცემა და საკუთარი თავის მნიშვნელობის განცდა აი რაც კითხვას დამისვით თქვენ ხო რას ნიშნავს ეს საკუთარი თავის მნიშვნელობის განცდა რომ იგი უყვართ და მას მტრები კი არ აყავს ან თავის დედას ან ვიღაცები კი არ მტრობ რა არის მტრობა მტრობა რას ნიშნავს ერთთან ურთიერთობაშიც როდესაც შენ სწორ გზას ირჩევ აი მაშინ იცი რა არის მტერი უკვე კარგავს თავის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას შენსად აი ეს არის ქრისტეს ნათქვამი უფალო შეუნდე რამე თუ არა იციან აი რამე თუ არა იციან უკვე ხარა იცის განიარაღდა აი განჯადოვდა ასე ვთქვათ შეიძლება განერიტრალდა აი ეს მტრის ხატი არ მცოდნია არ იცის სადღაა მტერი აი ესე შიში ძრწოლაში არ ახარ აი ეს რაღაც და შენი თავის ღირსეულობას განიცდი ამ შემთხვევაში არ ვიცი გასაგებად ლაპარაკო ძალიან გასაგებად აი ეს არის რომ სიყვარულის გარდა არაფერი სწავლება არ ჭირდება ჩვენგან ჩვენ შვილებს სიყვარულის გამოვლინების გარდა არაფერი არ ჭირდება ჩვენ ურთიერთობაში მერე სიტყვები თავისთავად მოვა ზუსტად ის რაც უნდა თქვა დავემშვიდობოთ ამჯერად ჩვენს მაყურებელს მოვალ შეხვედრამდე ჩვენი საეთერო დრო სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენ ისევ შეგიძლიათ გიყუროთ შემდეგ ხუთშაბათს